შენ თავს ფიცავარ პირველად ვარ ლაივში გამოსული. ხო და იმას ვამბობდი, რომ ეს ის არის ახავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. როცა ევროკავშირთან ასე ახლოს ხარ, არავის მის უფლება რომ უკან დაგვაბრუნოს. ანასტასია გუშინ ძრო ხარ მოწველე საღამოს. ის რძე საწაიღე, ბებო ეძე. ტიპსაბობ ლაივში ვარ. ომარიკო ეგრზე ავადუღე უკვე უთხარი პეპოს. ბატონსაც დედა შეაყენებსო უთხარი. ისე მომენატრა სოფლის საქმე რაღა გავაკეთო აღარ ვიცი. კი, ახალი ტრენდია. ვაგრძელებთ წინ გზას ევროკავშირისკენ. ანასტასია მიდი საქათმიდან გვერცხები ამოიტანე რა. მოდი, მზევინარი მელაპარაკებო და წვენი გამომაცალა რა. ანასტასია დაინტერესდი ახლა ატაკი. ბებო მზევინარი რომელია? გუშერენასკებს ეკლებიანი ბალახები ქონდა აკრული ეგ. 3 წელი გამხდარი ღორი რო ყავს. ხო, ეგარი. ისეთი გაზრებული ხომელის საჭმელი რომ ვეღარ ყიდულობ, ხალხი და ვეღარ აჭმევს. იმიტომ არიან სოფელში გაზოწყავებული ღორები. გაძვირდებოდა, მაგრამ იქნებაო ცხოველის კი არა ადამიანის საჭმელს უკიდია ცეცხლის ფასი და გაიხედეთ ეხლავა ევროკავშირის ქვეყნებში რა ფასებია, კაპიკები. საჭმელი გინდა, წამალი თუ ხელფასები შეადარე კიდე. მაგაში გეთანხმები, ჩვენ სულ სიახლოს ვართ მაგ ცხოვრებასთან, მაგით უნდა გააკეთოს მთავრობამ ყველაფერი, რომ ევროკავშირისკენ წესვლა არ შეჩერდეს. You know what I mean? ღვინო ვარ ამე კი რა დეტალია კენა. რა ჩამოვდე ყოველდღე ღვინოს წავს, გალობდები შვენო. ღვინო ვარ ამე. რა ღვინო ვარ ამე, you know what I mean, თქვი ინგლისურად. ბერდები, ბებო. სიტყვაც იბერის გაგონება არ უნდა. ისია მოტეხილი უკვე რაღაცნაირად, მაგრამ არ აღიარებს. ეგრე შენც მოტეხილი ხარ. გუშინ აბაზანაში იატაკს რო წმენდი ვანაში ჩავარდი. რო კითხე რა დაგემართა მეთქი, წამოწეკი ცოტა ხნით თუ ასე მითხარი. შენ ომარიკო მოგიტანე შოკოლადი რო დამაბარე. აჰა გამომართვი. ნუ დარბი ხარ. ნაგლიბაო, შეგრებო ოთახში გაიქცე რომ მე არ შემეჭამა. რა ქინიაბა როგორ მოიარე, როგორ არის ზეინაბი. აიმე შენ იმტერი იყოს ისე როგორც ზეინაბია. ორი ნეკნი ხო აკატეხილი. ეს ფეხები ორივე დაბეგვილი დაჟეჟილი და მიდაყვამდია გადატყავებული ხელები. მაინც ვერ გავიგე 53 წელს შეტო მოინდობა მოტოციკლზე დაჯდო, თან მარტო. აუ ჯერა შოკოლადი მომიტანე, ეს არ დამიბარებია. დედა ნუ გამაგიჟე კაცო შენ არ დამირეკე დიდუბის შოკოლადი წამომიღეო. დიდუბის კი არა, დუბაის. აბა დიდუბეს აიდან მოვიტანე ვერ გავიგე. მაგის გამოვიდე წერეთელზე 1 საათი საწოფში. არა უშავს ახლა შეჭამე რაც არის ხო? კაი სამსახურიდან წამოვიღებ მაგ დუბაის შოკოლადს და გავსინჯოთ. საუდმყოფოში რომ მიუტანე ზეინაბს რო ნახე. აიმე არაფერი გოგო რო დამირეკავ გიჟივით გავარდი პირდაპირ ვერაფერი ვეღარ ვიყიდე და ხვალა უტან რო ვინახულებ რამეს. ომარიკო, ჭამ შენ მაგ შოკოლადს. არა და არ ჩუჭამ. ჩუღურეთი აწერია ზედ. ჩუღურეთი? ინგა მაღაზიაში იყიდე შოკოლადი თუ თბილისის მერიაში. რა ჩუღურეთი? აიმე თქვენი დასაცინი რო გავხდები რა. მომეც შენ ეგ შოკოლადი. ზეინაბს აღარ ავალ ხალხელცარიელი. თავის შულს ვერ მოუტანა შოკოლადი და ხვალ ზეინაბს უნდა აჭამოს. სამსახურიდან რო წამოვალ წამოვიღებ მეთქი საღამოს მაგ დუბაის შოკოლადს. დაუკდი ახლა. მოვიტანე დუბაის შოკოლადი, მოდი და გავსინჯოთ. მოდი აბა ვნახოთ ერთი რა მოიტანე. ეს საერთოდ არ არის. გავტეხო შუაზე. აჰა. აიმე, ომარიკოს ბავშვობა გამახსენდა ეხლა. ასე ჩვენბოდა ხოლმე ზუსტად გაშოკირებული გვერდი გახome პლასმასის კუთხეში. დედა გარბიან წლები რა. ძაღლა მიკბინა გუშინ ხო? ზედ პლიაჟზე. რა ვიცი, პირსახოც ავიღებ მეთქი დავიხარე და რა ეგონა ამ ძაღლს ქვას ვიღებდი საშუალად თუ რა იყო, მეცა და გამომაგლიჟა ხელი. ხო, იმ ხელა ძაღლი იყო თან რო რა ვიცი. რა იმ ხელა ძაღლი ჩიხუხომ გიგბინა? მე 6 წუთი უკვე ამ ისტორიას ამჯერად ვინ გამოიჭირე? რას ქვია ვინ გამოვიჭირე, ვერ გავიგე, გიული ნათლი არეკავს, როგორ არის ანასტასია ხოსტავლობსო და როგორ არ მომეყოლა ვერ გავიგე. ხო, შენ გირეკავს მეც ნათლია შენ და მე ჩემი ნათლია საერთოდ არ მინახავს არასდროს. რა შორს წახვედი, მე შენ წერყავს არასდროს ნანახი. აუ შენ შეყვარებულს მიხედე რა, რომ მოგიკუდა. საღამოს ისე გაყურჭავებ წყალში, რომ სიკვდილის არატრილი გაგიხდება, გაიგე? ხო, სიკვდილზე ილაპარაკეთ თქვენ. დედა თქვენი ხოლმე შემოაკვდა გუშინ იმ ძაღლს და ეხლა თქვენ დახოცეთ ერთმანეთი. სადედა ჩვენი შემოაკვდა ორი პატარა კბილი გეტყობა მარტო ზედ. მაგ ძაღლის პატრონები კიდე ბანანიდან კატერმა გადმოგდო თუ შენ მაყურებნა ჯერ კიდე გასარკვევია. აუ მეც მინდა მაგ ბანანზე გასეირნება, ციცინათილაში წამიყვანეთ ეშმაკის ბორბალზე. დედა თქვენი ხოლმე წაიყვანა გუშინ ეშმაკმა, ეხლა თქვენ გაყევით. თქვენი ნებით თან არავითარ შემთხვევაში. აუ აბა დავაკეთო. 5 დღე იმას მეუბნები, ქობულეთის ფუნთუშები რო გასინჯე, იმით აზაკმაყოფილდიო და მე გარწობა მინდა. მე ვერ ერთობი? ზღების ფუნთუშებს მოაცალე ეკლები და ეგ არის. ოღონდ ფრთხილად იჩხვლიტება. და თქვენ სხვა უჩხლით აგუშინ ძაღლმა და თქვენ ფუნთუშს ეკლებს დააკაცრინეთ თავები ყოჩახ.
ზღვაზე მივდივართ, ზღვაზე, ხო, ეხლა ვემზადებით და ომარიკო, ამოიღე კუპალნიკები მანდედან. ხო. აუ ისეთი რუჯი უნდა მივიღო თბილისში რომ ჩამოვად, შოკოლადა დაბრუნებულიაო ასე თქვან. აუ ანასტასია შემოდი ხოლმე რა წყალში, მარტო პლიაჟზე რო წევხარ ხოლმე. შენ მიკონტროლი ხაცა ჩამოვად და სად დავწვევი? ინგა რამე კრემი მოგაქ რუჯისთვის? რა ვიცი, ძეცკი კრემი კი ჩავდეთ. რა ძიცკი, რამე ნორმალური წამოიღე. აუ ჩემი ვარდისფერი კუპალნიკები მრჩიბოდა. დი ამან ამ ტრონსიკით უნდა იაროს იქ, სირცხვილია. ზღვაზე მიდიხარ, ბიჭო, რა სირცხვილი ყველა ეგრე დადის იქ. აი, ეგ არ ვიცოდი. ვასო გავარკვიე. ტიტული გოგოები ციგნებიან იქ და ფოწოებს გამოგიგზავნი ხოლმე. ინგა რა ადგილას მიდივართ ქობულეთში? თიკო საინტერესებს. ქობულეთში ვიქნებით 600-იანებში. როზმარი დეიდამ დაიგულა უკვე ერთი ოთახი. აუ, როზმარი დედაც უნდა იყოს იქ, მე ახლა წამოვალ. არა, ბიჭო, ბინა გვაშოვნინა უბრალოდ. აბა მზად ხართ, იწყება გულაობა. აუ, მე თუ სამ დამსუსხა. მე ხო გითხარ აქეთ იბანავე მეთქი. სეზონია მედუზებისთან. ომერიკო კრემი მომაწოდი რა სტაფილოსფერი. ეგ კრემი აღარ არის. თევზებს ვაჭამი. რა თევზებს აჭამი? ჩემი 18 ლარიანი კრემი. ვერ არის ეს რა. სიმინდი, კუკურუზა. სიმინდის ქალიბონი. სიმინდი. აქეთ რა ღირს? 5 ლარი 1 ცალი და 3 ცალს მოგცემ 12 ლარში. 10 ლარი და წავიღებ. თან მარილი დაგეზოგება, ჩემი მაქვს წამოღებული სალფეტკით. მომაწოდი აბა სიმინდი. ომერიკო მარილის და წაიღე. თევზებს ვაჭამი. სულ გამოეცალა ტვინი ამბობს. ბიჭო, იმდენი მარილია ამ ზღვაში, მაგეთ გაჭმევენ თევზები, კაცო. დავჭით ახლა ასე უმარილოთ. არაფრის გიმო არა აქვს სიმინდს, რა შტერი ბავშვია რა. უმარილო სიმინდს აქვს წოვჭამდი. საწავიდე. ომარიკო, გამოდი აქეთ ერთი შენი ჭირმენ უიხრუკები მაგმზეზე რა. რა გემრიელად ჭამ შენ მაქსიმინს? კაია უმარილოთ. არ არის უმარილო, ზღვაში ამოვავლე და ახლა მარილიანია. უმეწამდება ეს. ჩაირიცხა ხო ლიკუნა. ხო, სად მოხდა? არქეოლოგიაზე. გოგო, სამედიცინოზე არ უნდა ბავშვს. ორი ქულა, ხო. მეც მაგას არ ვიძახი გოგო, არქეოლოგები გვჭირდება ჩვენ საქართველოში. ისეთი ისტორია გვაქვს. ხო. პაციენტის გარდაცვალებაზე დარდი არ მოუწევს ლიკუნას. ყველა ვისაც ნახავს უკვე მკვდარი იქნება. დი ვასოს დამოხვეწილა ჯავახიშვილში ბიზნესზე. დედა რა კაია როგორ მადარდებდა კაცო ეგ ბავშვი. დედამის მან რო ვერ მოხდეს, თმები უნდა გადავაცალო. მაინც იცრია თმები დედამისმა. დედა რატო კაცო? გრანიტი ვერა იყო. გრანიტი არა, კრამიტი. მიდი გარკვი მეორე სართულის ლუკამ რა ქნა, სად მოხვდა და აიღო თუ არა გრანიტი. ბრეკავ. სევდა როგორ ახარ? ინგავარ. გოგო, ბრაქნა გივიკო, აბა? აი, წარმატებაც მაგას ქვია რა. ვაიმე, როგორ გამიხარდა. მიულოცე ინგა დეიდამ დაგირე. ხო. კაი. დედა, აი, ნიჭიერი ბიჭი რა. სამხედრო უნივერსიტეტში მოხვეწილა ერთწლიან სავალდებულო პროგრამაზე. ხოჩახ. მაგას მეორენერად ჯარში წასვლა ქვია. იტყუება ესე იგი, ჩაიჭრე, შენი გივიყო და ჯარში მიყავთ. ანასტასია გავარკვიე. მეორე სართულის ლუკამ აიღო 100-იანი გრანიტი ილიაში. მართლა, ძალიან კარგი. თეკლე შეგიძლია რომ მიწერო ლუკას, გამართლა მოლოდინები. როგორ მაინტერესებს ლიკუნამ რა ქნა ჩვენი კარის მეზობელმა, მაგრამ სოფელში არიან წასულებია ვერ ურეკავ. გეგონოს შენ. 3 წლის წინ მაგის უпроჯი და რო ვერ მოეწყო უმაღლესში, მაშინაც სოფელში იყვნენ ეგენი წასულები. გიღავს ახლა წინახევრის ბავშვი. ინგა ნეტა ტეპნაძეების ბიჭმა რა ქნა, როგორ მაინტერესებდა და ვერ გავიგე. მერე მეგეთქვი გოგო რა პრობლემა? ომარიკო, ეგრეული მომაწოდე რა. რომელი? აი, დავთარი რო აწერია. ხო ეს. მაინც არ გეტყვი ახლა. აი, ნო, პოჟორსო ტატანაშვილი, ტეპნაძე გიორგი. აი, 50-იანი გრანტი ილიას უნივერსიტეტში. ხო, ილიაში. თიკურა ქინიაბა ჩახვედი ზუგდიდში? ქემერთაბა ჯგირო იგული. დი შეხედე სვენდლის ვაჭროილა პარაკება და ქალებს ჩვენ რო ვერ გავიგოთ.
რა ინგლისური მეგრულად უთხარი? რაიმე ინსტიტუტში ყავდა ხოლმე მეგრელი კურსელი, რა ერქვა? სენაკიდან იყო ხარბედია, მედეა და ვასწავლიდა ხოლმე რაღაც მეგრულ სიტყვებს, ჯირო და ისინი სულ ვიცი. აუ რა კაია თიკომიტის ხდა თურაშვილთან შეხვედრაზე ზუგდიდში. სულეკაურის გამომცემლობის კამპანია ყოფილა და თურაშვილი ხვდება მკითხველებს. ბათუმში, ზუგდიდში და ქუთაისში. 24-25-26 აგვისტო. იცი მე გული მწყდება. ასე ოჯახით რომ წავიდნენ, უნდა დაეპატეჟებინე შენს, მით უმეტეს ეგრე თუ უთქვამს. ამ ხელა სახლი აქვს თან ზუგდიდში და რა ვიცი მეტი პატივისცემა არ ახსოვს ჩვენგან. მაგრამ რა დგინდა, რა ზემოთაა, ორი იმდენი ქვემოთაა თიკოს დედა. დი, ანუ თიკოს დედა რამ სიმაღლეცა, ორი იმდენი მიწაშია? წადი გადაშალე შენის წიგნი და იკითხე. ხო რა ვიარ დამპატიშა. არადასულ მეუბნება ხოლმე ზუგდიდში უნდა წაგიყვანო ერთხელ და კაი მეგრელი ბიჭი გაგირიგო. თან მარტო იქ ხო არ არის კაცო, ამდენ რაღაცას ნახავი, იქ დადიანების სასახლე და საჭმელებს გასინჯა, გებჟალია და ისინი. აუ ტურაშვილი შეხვედრებზე ვის გავაგებინო კიდე? ქუთაისში ვინმე გვყავს ბაჩო? ქუთაისში რა ვიცი ახლა. ბუდუ ზივზივაძე. ქუთაისში ბუდუ ზივზივაძე იქნება? აუ წავიდეთ რა, თან არ ვარ მანდ ნამყოფი. ქუთაისში როგორ არ ხარო მარიკო ნამყოფი, ექსკურსი და რო შემოვიარეთ უკანა გზაზე, ვიკენდია საქაბაბეში. იყო. თიკომ წერს ელარჯი ჭამე ეხლაო. თიკო ტუალეტში რო შეხვალ მაკრატელი შეიყოლე. ვაიმე ელარჯი კი შევჭამდი ეხლა. ხო არ გავაკეთო. მაგისთვის საკმარისი მეგრული სისხლი არ გაქვს, ამიტომ შენ ადგილას თავში ვიკავებდი. რა მეგრული სისხლი არ მაქვს, გოგო, ჩემი დიდი ბებია რა გვარი იყო თუ იცი. ელეონორა კარჩავა, ქალი ჭრტიკობით დადიოდა. მაგრამ ეგენი გურიიდან იყვნენ, ხო? მაინც უნდა გავაკეთო ელარჯი. დედა რატო არ გამომივიდა ისეთი ვიდეოში როგორც ქონდა იმ ქალს? დახტიბა ხო არ ჩაფლავდი ინგა. რა ვიცი გოგო, იმ ქალს ბჭერამდე აქონდა ხელი და ეს სულ არ ამოდის უყურე. ყველი ხო უქენი? ყველი როგორ არ უქენი ახლა სამინაჭარი ყველი ჩავაკეთე და რა ჭერს კაცო. ბავშვი შემოყვანა მინდა ფეხბურთზე და მოვედით ახლა რომ რაღაცა მწვრთნელებს გავესაუბრო პირობებზე. ეს არის ჩემი ბიჭი, ქუდიანი. ხო, ჩვენ სახლები ვართ, 2013-იანი არის ჩემი, ლაზარე. ხო, თან აქვე ვცხოვრობთ სანზონაში და რომ ვნახე ამათი პოსტი რომ რაღაც ახალი ბავშვების მიღებას ვიწყებთო, მეთქე მივიდეთ, ვნახოთ. ხო, ჩემი 2013-იანია და რაღაც აშკარად ვერ ხარჯავს ხოლმე ენერგიას და მინდა რომ დაკავდეს რაღაცით, ხო. დედა ბესხვარ არის ნედამწვრთნელი. აი რაღაცა არ მომივიდა ახლა თვალში ეს კაცი. იქ ჩემი მეუღლია ქალბატონო გველოდება. ლაზარი წამოდი დედა. ომარიკო მოდი აქეთ. გამოვაი ხა მასწავლებელი და ბანახო ერთი შენი თავი, მაჩვენე ბეჭები. შეხედე სულ გაოპლიანებულა, გაგაფრთხილე მე შენ. აუ ფეხბურთზე შეგყავართ, ახარც გავოპლიანდი. კარებში უთხოვდით ბურთს ბავშვები. გამარჯობა ქალბატონო, თქვენ გინდათ ბავშვის შემოყვანა, ხო? დიახ. ომარიკო მოდი აქეთ. აბა რომელია ქალბატონო თქვენი შვილი დამანახე? აი ეს ეხლა რო დაეცა. ხო, ეხლა გეტყვით რაშია საქმე. აი ეხლა ცოტა ხნის წინ რომ დედა სანზონარეთ 18-ში შემიყვანეო. თან თავის მეგობარი დადის აქ. ხო, 1-3 წელია და ვივლიან ესენიც ერთად. დიახ, გასაგებია და აი რა უნარები აქვს ბავშვს, ანათრით დადიოდა სადმე? კი, დავდიოდი ინგლისურზე და კიდე მათემატიკაზე, ოღონდ 4 თვე. მე გადასახადს ვეღარ ვიხდიდი და გამომიყვანა დიაჩემა. ხო, რა ვიცი, ახლა უნარები სირბილი უყვარს. ეს დადიოდა, 1 წელი დადიოდა ფეხბურთზე, მაგრამ ვით აღარ მოეწონა მერე. ხო და ვეღარ ვიხდიდი გადასახადს და მაგითო გამოვედი. გადიო. ხო და თქვენი გუნდი გვაწყობს. თან აგერ ყოფილა ღრმაღელის მეტროდან 5 წუთში და მარტოც არვილის ბავშვი. მოკლედ, ჩაგწერთ, ნენელა ვიაროთ, შევხედოთ, სად უფრო ითამაშებს კარგად, თავდასხმაში, დაცვაში, მეკარეთ და ვაიმე, ოღონდ მეკარი არა, ძალიან გთხოვთ რა. და რატო ქალბატონო? რა ვიცი, რაღაც მეშინია. ვაიმე, რაღა მაინც ეს დააყენეს კარებში. ომარიკო მიდი ეგ პენალტი უნდა აიღო. დარტყმა აიღო. ლაზარე გაუტანდა აბა ამას გოლს ლაზარე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. ლაზარი წამოდი. აუ როგორ ვილიტარ გვაგვიანებინ და ველოდები რა. ნახევარსაათის წინ ხო დავრეკე, გამოვედიო მითხე, მაგრამ მოშებული წყლის ხმამის მოდა ტელეფონში. აბონეში იყო უეჭველი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე მოვა. გოგო ის გიგაყარალაშვილი რამდენი ხანია თურქეთში, ტიპი გულაობს რა. გოგო სამკურნალო დაიქცა სული მანდ.
არიცოდიე, ეგ ტიპის მოსაწევის თემებში იყო, ხან პლანს ეწეოდა ეგ სასწავი და ხან რას და ტვინში რაღაცა დაუზიან და ნეიროქირურგების თემებში დადიან სულ. აი არ უნდა მომბობდი, მაგრამ ღირსია ეგეთი ადამიანი. 16 წლიდან რომ პლანის მოწევას დაიწყებ, გეტყობა რაც ხარ რა. მოვედი და ძალიან უნდა მაპატეთ, მაგრამ ისეთი ამბავი მოვიტანე, ყველაფერი დაგავიწყდებად. იმედია გუგა ყარალაშვილის თურქეთის ამბები არ არის. ეგ უკვე ვიცით. ნუ მე ვიცოდი და ამან ახლა გაიგო. რა სამპურალოდ რო თურქეთში, ეგ როგორ არიცოდი გოგო? მოკლედ. ოქროაშული ფეხძიმე და. აუ ეხლა შეიძლება შოკისგან გავქვავდი. ვისგან როგორ სად? გეტყვისა. აუ ეგ გადაცემა არ არის? ძალიან განათლებული ხალხი როდის დაკითხავს პასუხობენ. ვისგან როგორ სად? ეგ არის რა, სად რუდის? ნუ ხო, წყობა ამერია უბრალოდ ძალიან დიდი ბოდიში. და ეგ ამბავი გავიგე შენ კორპუსთან ანასტასია. შენ მეძობლად ლაპარაკობდი რა ჩამოვიარე. ხათაო, ანასტასია დედა შენ არაფერი არ იცის ნეტა? არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ. აუ ხო რა. მოდი. თუქშია სამზარეულოში არის საჭმელი გავაკეთე და გაიცხელე. არა, არ მშია. რა ხდება აბა ინგა? სახლში, კორპუსში, უბანში რავი. არაფერი რა ვიცი, ისეთი არაფერი. ბაიმე, შენ კლასო ოქროაშვილზე გაიგე? რა უნდა გამიგო რა მოხდა? გამოხდა და გითხრა ახლა. წეღან ვიყავი მაღაზიაში ჩასული მეზობლები ლაპარაკობდნენ სადაბაზოსთან და გავიგე. თურმე მაგ შენ ოქროაშვილს მეორე სართულზე რომ მოტეხილი კიბის საფეხურია. დაცდენია საწყალს, ფეხი დაგორებული ამ კიბეებზე და შეასხნა თურმე ამ ჩეხვაძეების კარებს. ხო, ფეხის მძიმე მოტეხილობა აქვს. რა სამბობ? მოიცა რა თქვი რა აქვს? ფეხის მძიმე მოტეხილობაო. ფეხის მძიმე. აუ დეკლარა შტირი ხარ რა. გიმიძინება უკვე. ბაიმე დედა. რა ხდება? ბაიმე, ტუალეტში გავდიოდი და უნიტაზზე ვიღაცის მე მგონი სეპტემბერში შუქიც ვეღარ ავანთე. რა ვიღაცის? ეხლა ვიჭოლა გიბარდა საყიდან წავალ. ომარიკო ხო არ არის? არა, ომარიკო ძინავს რა ხანია. როგორ შემეში და აშკარად რაღაცა სილუეტი დავინახე რა, ადექი წამოდი გამომყევი. იცი შემეში და ლამის აღარ დამჭირდა ტუალეტში წაჭერდიოდი. მის პინები ჯუსტი ისროლია ბოლოსკენ და თუ უკან გვესრულა ეს იგი ვიღაცა. წამოდი რაც არის ეგ არის მე შევალ, ოღონდ წინ შენი არე. შენ თუ შედიხარ წინ რატოვიარო? რა საკეთე? ბაიმე დედა. რა იყო მარიკო გული გამისკდა, ვერ გავიგე. ტუალეტში შედიხართ? არა დაგითმობ, შედიმიდი. კაი. დედა არავინ არ ყოფილა კაცო. წამოდი დაიძინე ერთი მეც დავწვევი და დამშვიდი ახლა ცოტა. კაი მე წავიდი ვიძინებ. ბაიმე მიშველეთ. რა მოხდა ვინ არის? არა, არაფერი, დასაკეთე სარეცხი დამეყრია საწოლზე და მე მეგონა ვიღაცა იწვა. მიდი დაიძინე ხო. საკირინაი. ომარიკო. რა მოხდა? ოთახში გავატანე სარეცხი, წამოვედო ფეხი ხალიჩვაზე და გადაგორდა გაყვეული იყო პირსახოთში. მე მაგაში რა არის სასაცილო, კიდე კაი რომ მუხლები არ გადავიტყავე. მუხლები როგორ გადაგეტყოვებინა და საცმელზე დაეცი რბილად. ყველას კი არ უმართლებს ეგრე. კაი ჩუმად იყავდი ხა ჩელენჯის ვიდეო უნდა გადავიღო. ომარიკო იქით გადი. ფეხაც გამიცინიეს. აუ რაღაც არ გამომდის. ინგა შენ როცა ვარ კიდე? მე გადაგიღე ვიდეოზე შენ რო ილაპარაკო. რა უნდა ვილაპარაკო? რაღაც ჩეჭეტობა იქნება არ მინდა კაცო. თუ მოვიგეთ პრიზია ვილის 200.000 ლარიანი ვაუჩერი და AirPods-ები. ვილაპარაკებ მე, რა პრობლემაა? თუ მოვიგებთ კიდე მაგ ვაუჩერს, გავიყოფთ ოჯახში. და AirPods-ები თუ მოვიგეთ ერთ შენ გაიკეთებ და ერთს მე. კაი მოკლედ ესეთი ჩელენჯია. ვიდეოში უნდა ილაპარაკო ევროკავშირზე და მის ერთ-ერთ სიკეთეზე რომელიმეზე. ან შენი გამოცდილება მოყვე და თქვა რომ გინდა რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდეს. მე ვიდეოს უდადე ფორი ჰეშტეგი უნდა გავუკეთო. მე მინდა ევროკავშირში და ჩემი ხმა ევროკავშირს. სად იყავით თქვენ მე რო ეგ ჩელენჯი გადავიღე და დავდე. არა მგონია რომ თქვენ დებლური ვიდეოთი ლაიქებში გამასწორეთ. ამას უყურე. ინ გამოს როგორ ვერ უნდა მოუგოთ 15 აგვისტომდია თან დრო. მიდი ვიწყოთ გადაღებას დაჯექი მანდ. ბაიბე, მართლა რო ვერ მოვუგოთ, ხო შემწყვები ხალხში ამ ხელაკალი, შვილი ვერ დაუმარცხებია. ტელეფონი რო წავართვა და წავშალოთ ეგ ვიდეო რა. არა, სულთან ვითამაშოთ წესების დაცვით, როგორც ევროკავშირი შეეფერება. დაჯექი. ვიდეო მაინც გადამეხო წეღა რო წაიქცავ, გავაშავებდი მაგით. მიდი წელში გასწორდი და კამერას უყურე. აკეთო ხო? რანაირად წაიქცა კაცო. გასწორდი. ომარიკო გადი ბახშაში კიტრი მოკრიფე 3-4 წელი და სალათი დამჭრა. გაინძარე მიდეთ ვალსა. მეზობელმა ხომ მოიტანა დილით კიტრი შეიჭამა ის უკვე?
კაი გოგო, რა კიტრია გიყო გამაგებინები მწარე და უგემური. რა ქნა ეხლა მაგით, მოგვიკითხა თუ პატები გვცა, ნეტა ციურის მოკითხული არ გაიშვა არსად. მოვიტანე. ლამის გავიხლათე იმ ტოკებში. შენ, გუში რო გავიჭედე კაცო მარტოკებში 20 წუთი მოვადოვე ბოსტიდან გამოსვლას. ზია, საიდან ხართ? მოდი კუკურიძია, მოდი, აქეთ ვართ. რა არის კუკური ხომ შედობა? შვიდობა არის გოგო ეს დაკიდოვებია ფოსლის გარები ღია და გამოგწეულა შენი ძროხები. გოგიდან და ბიჭებმა მოაბრუნე ნაგებები სოფლის ბოლოდან. ჩემი სიკოდი რა დამჭო კარები წავლა ხა დაკვეთა. ვაიმე კუკურიძია არ დაждები სალათი, კარტოფილი რაღაც. შვილო მიირთვით არ შეწუხდები და წავიდე მე საქმეები მაგ. კაი. ციურის მადლობა გადაეცი უგემრიელესი კიტრი მოგვართვა დილით. ხო. ამ კაცი იძახიან ძალიან ჭკვიანია, ორად რო შეხედავ ერთ ჩაულებრივი კაცია. ვინ კუკური? კუკური ტვინითაა სავზე რა სამბო. ფიზიკა მათემატიკოსი კაცი სოფლის სკოლაში ასწავლიდა. ძმაკაცობდა კოტე პაპასთანაც, ხო? ანუ ამ კაცმა მათემატიკა იცის კარგად. გეუბნები კაცო ფიზიკა მათემატიკოსი ტვინი გადმოდის კაც ადრე ესენი ცხოვრობდნენ ქვემოთ ამ ხარეს მდინარესთან მე საწყლებს ხანძარი გაუჩნდათ და დაეწვათ ყველაფერი სულ ამ მდინარესთან შავი დამწვარი სახლი როა მაგათი იყო ეხლა თხუნელე ცხოვრობს მაგ სახლში გუში დათია მეუბნეოდა ინგა სად იყო ბავშვი სად იყო მართლა თხუნელე სხვა ყავდა ჩაყლაპული სულელი. წასულა კაცო კუკურისთან წაუღია მათემატიკის წიგნი და ამ უხსნებინები ამოცანებს აწყალი კაცისთვის თელი ცხოვრება ცხრებს და ვაშლებს ითulis ამა კიდე ამოცანებს შეთვლებინა რა. უნდა მოგელანდო მე შენ.